რატომ ჭირდება ორგანიზმს პერიოდულად დეტოქს პროგრამა, ანუ სიღრმისეული წმენდის ჩატარება? ზოგი ფიქრობს, რომ კლინიკაში მივა, რაღაც აპარატზე შეაერთებენ, გამოურეცხავენ ნაწლავს, ან გაიკეთებს გადასხმას, ან რაღაც გამწმენთ ჩაის დალევს და ასე გაეწმინდება ორგანიზმი. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ჩვენი ორგანიზმი ასე არ მუშაობს. სხეულში მავნე ნივთიერებები არა მარტო საკვებით, არამედ სხვა გზებითაც ხდება. დავინძურებული ჰაერიდან ან წყლიდან. ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად ონკანიდან წყლის დალევა საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან დიდი რაოდენობით ალუმინი ხდება ორგანიზმში ძველი ექსპლუატაციიდან გამოსული მილების გამო. ასევე დიდი რაოდენობით ტოქსინი წარმოიქმნება თვითონ ჩვენს ორგანიზმში საკუთარი უჯრედების ცხოველმოქმედების შედეგად, რომელსაც ასევე გარეთ გამოტანა ესაჭიროება. ამას ემატება პარაზიტების, სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული მიკროორგანიზმების მიერ გამოყოფილი ტოქსინები, რომლებიც ბლომად არის ყველა ჩვენგანის ორგანიზმში. ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ასევე ბიოპათოგენური დავინძურება და ტოქსინები, რომელსაც გამოყოფს ის ტექნიკა, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის. მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი, ძაბვის გადამცემი ბოძები თუ გამონაწილებლები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებელია პერიოდულად ჩატარდეს ორგანიზმის გენერალური დასუფთავება და ეს უნდა იყოს უჯრედის, უჯრედშორისი სივრცის, ლიმფური სისტემის, კუჭნაწლავის, ღვიძლის, ანუ ყველა ორგანოს უჯრედის დონეზე გაწმენდა და გასუფთავება. მხოლოდ ასეთ წმენდას მოაქვს რეალური შედეგი. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი ნუტრიციოლოგი, დაგეხმარები გაიუმჯობესო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი.